8-ლარიანი დონაციაა, ილო ახალი კარტოფილი ტყემლით თუ მაიონეზით? ტყემლით, რა თქმა უნდა, ახალი კარტოფილი, ეხლა დავაბით. მაიონეზით რატო? არა, მაგრამ შეიცხადა. მაიონეზი ხოთაშოს ბოლო დროს დავამუღამერთ რა მაიონეზი და მწვანე აჯიკასურებ ერთმანეთში ლავაშს ყიდულობ აი ეს გვარი ლავაში ოღონ არის შეიძლება ტორტიაც არის და არის ჩვეულებრივი ლავაშიც რა ტორტია ცოტა მოტკბოა ლავაში ნუ ისეთი და აი რაღაც მაიონეზი და მას მწვანე აჯიკასურებ ხოლმე უსმევ და მე სპეცი სოსისი ცოტა ცანგი მარტო რა იყო ესა აი ეს შენ ისა რა აცდი მაგ თემას რა ბატონო ვახტანგმა მან ვინ ზის ხოლმე შენს ადგილზე თქვა რომ ახალი ტყემლის გაფუჭება ახალ კარტოფილთან არ შეიძლება ახალი ტყემალი უნდა ჭამო ისე ან ძველ კარტოფილთან რაღაც ახალ კარტოფილს კამასთან და ამ რაღაცასთან მაიონეზი უფრო უხდება რადგან ატყდა ერთი ამა მე შეფ ლუკა ნაჭყები აქვს ზოსლი მოსთანავე შეფთან ავიყვანე ხო და შეფ ლუკამ დასცა მიწაზე იმიტომ რომ ისეთი კითხვები დაუსვა ამას საერთოდ ჩახოხბილი ეგონა იმის ბატკნის და ვითქვა მას მაიონეზი გითქვა კიდევ ერთხელ ტატომ თქვა დარეიკავს ახლა ეგრე არ მithქვამს ხო არა ეგრე თქვა რომ მაიონეზი ტატოსთან ერთი კითხვა ნახე ტატოსთან მაგ ერთი კითხვა რატო გადაწყვიტა რომ კარტოფილის არომატი რაც არის და პლუს კიდე რაც არის ჯერტი მინდა ვკითხო ტატოს ანუ კარტოფილს ახალ კარტოფილს რო წოვს ანუ კანს აცლის თუ ტოვებს ეგეთი თვითონ გადაწყავებულია ხელები არა ნუ როგორ მოწონს მაშინ კანიანი თუ უკანო და მეორე და რამდენ ხანს აყოვნებს ტაფას მაიონეზი ჭამს ყველა გემოს რაც კი არის კარტოფილში და კამაში მეხადავებით ყემალში უფრო შეიძლება რომ კამაც ისნო და კარტოფილი ყემალის დომინანტი არის ეხლა ნუ დომინანტია მაგრამ ის ყემალი ტყუილა კი არ არის კაცო რო უხდება ამ კარტოფილს მაგრამ ჩვენი წინაპრები ბრძენები იყო ჩემთვის ტყემალია, კარგი ტყემალი არის ყველაზე მაგარი соуსი. ანუ ტოპია. იმიტომ კი არა ქართულობა მალაპარაკებს და გააჩნია. არა, ნუ საჭმელთან ზოგადად ანუ ეხლა რაღაცასთან შეიძლება პატრიოტულ ნოტაზე ხარ შეინარჩუნე ბოლომდე გირჩევ. კი ბატონო, ანუ ტყემალი ჩემთვის არის ტოპი. კიდე ერთი რომ მომედანოთ გენაცოლე და ამაზე ჩაწერეთ რა. ეს გადაიხდის. კარგით? რა წავიკითხო? თული იქნება. ბევრი დონაცია. მე აქ ვარ, ღია ვარ. არ გვეჩქარება. ჯანსაღი კრიტიკისთვის მე ყოველთვის ღია ვარ. ანუ მაგკრიტიკეთ, თუ გინდათ აი მაგინეთ, მაგრამ ჯანსაღად ხვდებით? ხო აქ მაგას ნიშნავს, აი მაგინეთ, მაგრამ შეურაცხყოფა არ მომაყენოთ. დილო ამოჭრიან რა, გეხოცები. დილო ამოჭრიან ამას ახლა და გაასარჯებ. იცი რატო? იმიტომ კაც შეიძლება ბაგინო, მაგრამ შეურაცხყოფა არ მეაყენო. და კაც შეიძლება არაგინო, მაგრამ შეურაცხყოფა მეაყენო. როგორი? 10-ლარიანი დონაცია. დაიკითხე. დავით პასიკაშვილს აკეთებ მოგდოშა რომ წაიკითხე. დავით პასიკაშვილს მიულოცოთ დაბადების დღეო. დავით პასიკაშვილს ილო მიულოცოთ დაბადების დღე. დავით. ომის უსულოთ ყველაფერი საუკეთესო. რაც მიზანი გაქვს ცხოვრებაში ყველაფერი აგიხდეს მაო. თუ ჩემი და შენი ინტერესები ერთმანეთს არ ეკვეთება. გაიხარე. რაიმე გენოციდს თუ არ გულისხმობს შენი? ხო. თუ რაიმე რაღაცა ილუზია არა გაქვს რომ შეგიძლია რაღაცა კატაკლიზმებთან არ არის შენი ბედნიერება კავშირში გვინდა რომ იყო ბედნიერი მართლა ეხლა სერიოზულად მილოცავ არა გილოცავთ ბედნიერებას გისურვებთ სიხარული სიყვარული და მენტალური ჯანმრთელობა 10-ლარიანი დონაცია იყო კიდე გაუმარჯოს ყველას ჩემმა ძმაკაცმა გეიმინგ არხი გააკეთა დამწყები იუთუბერია დავეხმაროთო ოღონდ არხის სახელი არ არის ეს სენსეი ეს არის YouTube-ის იოდა აი ამას მე რა უნდა დავეხმარო აგერა ეს კაცი არის ეს შენ უკვე ბოლოს როგორ იქნებ იცი სადღაც აი ვიღაც რო იტყვის რომ YouTube ჩემმა ძმამ YouTube-ი უნდა დაიწყოს და რა ქნას იცი რა მაგას მარტო ერთი წადი აი 9-თავს რო გადავილი იქ ერთი ხიდია კიდე 9-თავს გადავილი ერთი ხიდია მე მიხვალ და იქ ერთ გამოქვაბულში ერთი ბრძენი კაცია მაგას კითხავ ქართული YouTube-ი მაგანიცის მოვა შენთან შენ ეტყვი ო ეს მაიცა არა მე კი ბევრი ვიცია მაგრამ კიდე რო წახვალ 9-თავს გადავილი 9-თავს წახვალ იქ იპოვი და იქ ტატო დახვდება ტატოს მე წავა და ბოლოს იქ იქნება ისა მე იერარქია მაინტერესებს ანუ რა ბოლო რა არის აი Kill Bill-ში რო არის ის ვინ არის ქართული YouTube-ის პეიმეი ვინ არის მახარა რო აქ ყოს გეტყოდა რომ თვითონ არის თვითონ არის მაგრამ მახარა ყველაფერს თვითონ იცახის რო არის ხო მაგრამ პრეტენზია აქვს ხო არა პრეტენზია საფუძვლიანითაც აქვს ეხლა მოდი ვაღიაროთ მაგრამ ანუ ვინ ითვლება სენსეით რა ვიცი არავინ არ ითვლება ესე რო აიღო რა All-Star-ი ხართ უბრალოდ ხო ოკეი
და ყველა ადამიანს თავის შეხედულება აქვს, ვინ მოწონს და ვის უყურებს დემოკრატია, მე ვფიქრობ რომ YouTube-ენ რომ ჩაწეროთ ერთი There comes a time in a world ტატო რომელი იქნებოდა, მოდი ახლა რომელი YouTuber-ი ვოლში რომელი პარტიით შევიდოდა. აი ეს რომელი იქნებოდა. Oh it's realize ეგ რომელი არის? ქალები გვიჭირს YouTube-ზე. ანუ ქალები გიცით სქეს გულისხმობ თუ ქალობას თუ რა ეს? განა ყველა ქალი ქალია. გვიჭირს მანდილოსნები ცოტანი არიან ზოგადად. რაოდენობრივად გვიჭირს, რომ მდენი არ არიან. ოკეი. ქალობაში არ უჭირს, ვინც არიან? გენაცვალოთ ჩემი თავი. მაგრამ მაინტერესებს ანუ ხო? ნუ გასაგებია. მაგრამ აი ვის რა პარტია? ჯექსონი ვინ იქნებოდა? ბრუს სპრინგსტინი ვინ იქნებოდა? არ მიფიქრია ახლა მაგდენი რა. რატო? აი მე მგონი იდეით, აი ხალხს მინავ კითხო. იდეით შემოდივარ. ჩაიწეროს Weird World-ის ქართული ვერსიას და ქართული იუთუბერები, ოღონდ ჩვენს მიერ არჩეული როლებით შეასრულებენ ამას. რა ვიღაცა იქნება ის რატო იქნება ჯექსონი? ტატო როგორ მოხდება? ჭყვია, ტატო წარმოგიდგენთ ჭყვიალა ისინი გაპარსული. We are the children. მახარა იქნება ის unreal. აი ხო ეს შემოდის ამ ბრუს სპრინგსტინი ყვერებით, ეგ იქნება მახარა. ან ტატო იქნება ბილი ნელსონი. ბიჭო, მახარა არ გავს აი ესე ძველი ქართული ზღაპრების წიგნები რო იყო და ილუსტრაციაში რო იყვნენ ხოლმე აი ტიპები. მუჭა ნახევარა თუ ხუთკუნჭულა. არა. აი რაღაცა ერთ-ერთი ისა ხო აბა ვინმე აი ვილო განვაგრძოთ აი იმას არ ეწყინოს რომ ის გამდისავს მე თვითონ მომიტყვა არა კაცო იმისი ხო ჩვენიანია იმისი გადისვა ბიჭო არის შენი ჰაიპი ის ფუძუები გლოცა უხდით კაცო დრეიკი რო ამბობს ხო იცი გადამიხადეთ საკმარისი რო გაგდისოთ აი ღადავა ბიჭო ვინ უნდა გადისოს თო ვალარიანი დონაცია ილო გამარჯობა ოლიმპოს ღმერთებს ეთამაშება იქ რო არა შენ გორში რაც დაგიძახეს უარეს გიზამს ეს ასე რომ არ გინდა ილო გამარჯობა შეგიძლია მირჩაზე 2-20 სიტყვით გვესაუბრო მირჩა ელეადე ვინ მირჩა ეს კაროჩე ეს არის დასაწვეს მირჩა იმებს აღარ TikTok-ი არ გაქვს ხო შენ TikTok-ი მაქვს ეგ არ შეხვდა ეგ ლექსი მირჩა აუ მოიცა ისა ხო ავანგარდები ტექსტი აიცა ისე ნოტები გომენიკო ლაურიუს ტიციან და პაულიუს ხო და რა მაგაზე რას ვფიქრობ აი ათუ ცუდი რას ვფიქრობ ზოგადად მაგაზე არა ზოგადად კითხეს ხო რას ვფიქრობ ხო რა მე ვფიქრობ ეგეთ რამეს რა ვფიქრობ რომ გვესაუბროსო მაგაზე მე ვფიქრობ რომ ნახე რა არის ეგ ადამიანი მე არ ვიცი ხა თუ გულით და სულით აკეთებს ჩვენ რა უფლება გვაქვს რომ თუ სიამოვნებს ხო ადამიანი რა გააკეთა ლექსი დავირუსდა უხარია გამიგე გაუხარდა რაღაცა გააკეთა ხელოვნება რატომაც არა რადგან ამდენმა ხალხმა აიტაცა ხო ანუ რაღაც მე არ მიყვარს ახლა როგორი რაღაცა იცი თუ იმ ადამიანს ეს სიამოვნებს და იმ ადამიანს ეს მოწონს და ის ადამიანი გამოაქვს რაღაცა ხო შენ შეიძლება თქვა მოგეწონოს ან არ მოგეწონოს ეხლა მე პირადად რა გითხრათ რა გატაცებული არ მომწონებს ზოგადად მე პოეზია ხო არც მე არ ვარ ეხლა პოეზიის ის რო გითხარ ხო არც რემბოს იმას ვადარებ ეხა ამას არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხა მე ვერ ვიკაიფებ მაგრამ ვიღაცა იკაიფებს და მოსულა და მთავარია ყველაზე მთავარი რაც არის რომ თვითონ ვინც ეს დაწერა იმას სიამოვნებდეს და ის კაიფოდეს როცა ამ ლექსს ამბობს და იხარჯებოდეს თორე რა 100%-იანი კი პაბექში ვარ ხოსიკაც აქვია სადღაც პამპერსით რო ვახსოვარ 10 ლარიანი დონაცია იყო დენირო თუ ალპაჩინო ინტრიგანი თუ არა ეხა ეს დაიწყებს ეს სავა იმას ფსიქოანალიზი არა ჩადიო ამას ფსიქოანალიზიც რო არ აგონია ეს ფსიქოანალიზი რო აბრახუნებს სიტყვებს რა შუაშია ფსიქოანალიზი ბიჭო კივორდები შენ არ მითხარ ხო ეგ აზარია აი ხო გავჩი ეხა გავჩი ბიჭო შენივე ნასწავლ რაღაცას რატო უარყოფ ესე კაი რა გაჩი ხო და ეხა შენ მასწავლე აგერ 2 საათის წინ რაღაც და მართალი ხარ მე გამას ფსიქოანალიზი კინოსთან მიმართებით გამოვიყენე გისმენ რომელი ჯობია უპასუხე რომელი ჯობია? ფსიქოანალიზი. მე ძალიან გამიჭირდება გამოვარჩიო და რატო? იმიტომ რომ ალპაჩინოს სხვადასხვა თანაბრად ძლიერია თეატრშიც და კინოშიც. ეგ ერთი. დენიროზეც ვერ იტყვი რომ არ არის, მაგრამ დენირო უფრო ფილმი მე ესე მგონი იყო ძალიან სუბიექტური. ხელოვანი რო გერწევა. ხო ეხა მაგ მომისვინე ეხა მე ვცდილობ რომ ეგ ხაზი გაუშვა რომ რამენაირად დავაბალანსო შენი რეიტინგულობა. ანუ შენი თეატრი და აი თეატრი თვითონ. ბიჭო ოჯახი სახიო ერთ წამი. ოჯახი მე ოჯახი. ერთ წამი ამას სისტემი რო აქვს სახლში. სუსხანერად შედის დენირო. სუსხანერად აღებს კარს. სუსხანერად აზარებს.
ბიჭო, ნახე, აი, ერთი სამ კითხვა რა იყო მითხარი? ვინ უფრო დენირო თუ ალპაჩინო? ხო, ეხა ნახე, შენ მაინც მიხვდები. ანუ იმისთვის რომ არგუმენტი შევქმნა. მოსადავად შეიძლება არ რომ თეატრი უკითხავთ, მოვიდა, ანუ აი მაგალითად, თუპაკი ჯობია თუ ბიგი ჯობია, ხო იტყვი რომ როგორც უკეთესი MC და ფრისტაილში ეს იყო ძლიერი? კინოში გეკითხებიან შეჩემა რა. გაუსვა ხაზი რომ იმაზე ნამყოფია იმას სამეფობნის თეატრში მოგლეთ, აი ამას უნდა რომ გლეხურად კიბა. დენირო. ეგა? მაყოფილი ხარ? არა, მაგრამ თეატრი ძალიან ზედმეტი იყო რა. თეატრი რატო იყო კაი, ხო. სცენის მტვერს უფრო კარგად ისრუტავდა ალპაჩინო ალბათ, იცი? იმიტომ რომ თვითონ ეს ექსპრესიული მის ეს ხასიათი არის, მას დამთავრებული აქვს კონსერვატორია, სხვა შესაძლოა მუსიკალური. ახლა ამას რა ამას ახლა ეს ყველაფერი გონია ძალიან ტყვიანური სოციალური პონტი. ანუ ანაბანას ასვეთ. ხადა. მე დენირო. ბიჭო, ვალარიანი დონაცია. მერეო თუ მეურე მისმინე, რა ვიცი. სამყაროსთვის ეს ღირებულია და დამშვიდია. მე და იქ გაიხედავს. თუ მე მისმინეთ, რა ვიცი. ისმენა. აი, ნახე ორი პასუხის. მე ვიძახი რომ დენირო, მაგრამ არგუმენტებს მომწერეთ მესენჯერში იგეტყვით. აი, კიდე ამოჭრია რა. გეუბნება და კიდე იქით გაიხედავს. თუ მისმენთ, თუ არა და ისაუბრეთ. მედი ლუკა. დავიძინებ. ილო მე და ანკალა შენს ვიდეოებზე გავიზარდეთ ციცოდეი და მოგიკითხაო. ანკალა ანუ ის არის. ანუ მე და ანკალაო ანუ. ან შენ ანკალა ან ის თუ რა. არ შემილია ეს უმარცლო ამათან. ლიკა ალბათ ვიღიღა. ანკალა. ჩემ ვიდეოებს? ხო, შენ ვიდეოებზე გაიზარდნენ. ჩემ ვიდეოებზე გაიზარდნენ. რომელზე კონკრეტულად? მაგის მიხედვით უნდა უპასუხო. არა, არ წერია. სასიამოვნოა ძალიან, მართლა მოტივაცია. შემდგომში ძალიან თქო დააკონკრეტე. მე ყველა ესეთი კომენტარი ჩემს დღეს ძვირფასია. ძალიან დიდი ხანი ელოს არ მოусმენი ამ მსგავსი რა. შეფასება რო ამეციოს. მანჩესტერ 1993 გვწერს, რომ ვულოცავ ჩემს ძმებს, ყვერებს ვლადიმერს და დათოს. რაო? ეს კიდევ ხე. ეს ძველი დონაციაა. ოკეი. ანუ ეს არის მაგორშავათობის მიმდინარეობაა რა ერთ-ერთი. დონაციების. კორპორატიული ღაზა. დავай. შემდეგი? ბიჭებო, ოქტოპუსი ხალხი ხართ, მადლობა რომ არსებობთ, ესეთი დონაციაა. მეცადინეობის მოტივაცია როგორ ვიპოვნო, საბაკალავრო მაგ დასაწერი და ვერ ვიწყებ. შენ გაიხარე ძმა. შენ ძალიან მიყვარს. რამაკო, მეცადინეობის მოტივაცია როგორ ვიპოვო? მეცადინეობის მოტივაცია მე მაგალითად როცა წერდი ხოლმე ინგლისურში რომ მეცადინეობდი აბიტურიენტობის დროს მუსიკას უსმენდი და მაგრამ ეხმარებოდა. სასურველია რომ წერის დროს მუსიკაში არ იყოს სიტყვები გამოყენებული და მხოლოდ მუსიკა იყოს კლასიკური ან ხო რაღაცა ფილმის საუნდტრეკი, იმიტომ რომ გეხმარება ძალიან რა. რაც შეეხება მეცადინეობას ხანდახან საკუთარ თავი მოატყუო და დააინტერესო თუ არ გაინტერესებს ის საგანი რასაც აუ პრაქტიკულად საინტერესო კუთხით შეხედო აი გეოგრაფია თუ მაგალითად და ფეხბურთი გიყვარს ფეხბურთის კუთხით საფეხბურთო ისინი აღმოაჩინო გუნდები რა ყავს და ასე შემდეგ იმიტომ რომ ადამიანებს ამახსოვრდებათ ის რაც აინტერესებთ და რაც არ უნდა უკაკუნო თუ არ გაინტერესებს თავში უბრალოდ დაიზუთხავ და არ გამოგადგება ეგცოდნ საზეპიროები არა. შემდეგი თამთა კირთაძეს მიულოცეთ დაბადების დღე და უსურვეთ ეროვნულების ჩაბარება. აი ეროვნულებზე ვისაუბრებთ და თამთა კირთაძეს ულოცავ დაბადების დღეს და ეროვნულების ჩაბარებასაც უსურვებთ და წარმატებას. You can do it. Just do it. Don't think about it, man. You know what I'm saying? We are hustlers, man. We got to fight. ინგლისურში ილოს ყავს სხვათა შორის რეპეტიტორია და გამეცადინებთ. Street code. ეს მე ვარ ჩემს ძმაკაც რომ გეიმინგ არხი აქვს, გამოწერა რო გთხოვეთ და არხის სახელი არის გურული გეიმერი. გურული გეიმერი გამეიწერე ძამა. გურული გეიმერი, ვეჭი. გამეიწერე. არა მარტო გურულებმა, რა. გურული გეიმერი. ილო ჯიგარი ხარ, შებერე ბოლომდე. უიკალა შენც, ესეთი. აქ შენც რო ხარ. აბარა. ილო იცოდი რომ ჩერქეზი და ქართველი ერთი გენი ილოს და მახარას ფავორიტი თრილერი. ფილმი სერიალი. ილოს და მახარას ფავორიტი თრილერიო და მახარაში ეს არის ჩემი ცხოვრება. კაი, თრილერი საყვარელი, Twin Peaks. ეგ თრილერში გადის? ანუ Twin Peaks-ი მე მგონი ცოტა Twin Peaks-ი არის ჩემი საყვარელი. აი, თუ რამის შემშინებია ძმაო ცხოვრებაში? ეხა არ დაასპოილერო ისევ. არა, ბიჭო, ერთი წამი დამშვიდი შენ, შენ სადაზღვევ აგენტი კი არ ხარ, ბიჭო, ყველგან იმას შვები რა. ნახე, რა ქვია,
Twin Peaks-ი ვისაც ახლა არა გაქვთ ნახე ანუ ამით არ და სპოილერდებით რა მეგობრებო ნახეთ მე მგონი მე მეშინოდა იქ ერთი ტიპის რა აი ჩემი ყველაზე დიდი შიში აი წარმოიდგინე ბიჭო გუშინ ვიყავი რა მოსული და აქ არ შეიძლება ხო თქვა ხო კაი ნუ მოკლედ ღამეა რა სახში ვარ რა და მარტო ვარ ანუ ოჯახი მშობლებთან დავტოვე ჩემ მეუღლის და ბიჭო მარტო ვარ და ამომიგდო აი ბავშვობის შიში Twin Peaks-ში იყო ეგეთი ბობი რა აი ესეთი გრძელი თმები ქონდა და ესე მოდიოდა და ბავშვობაში რატო უყურებდი ბიჭო რავი ხა მაშინ ORT იყო ახლა ბევრი არის ვიდეო და იმების დროს გეუბნები ORT იყო ახლა Twin Peaks გადიოდა და უყურებდით იმიტომ რომ იყო ამერიკული მაგრამ მე რაც მოხდა ეგ არის ის რომ მაშინ ჯერ იმ პოზიციიდან არ უყურებდი რომ ჯერ ჩემი საყვარელი რეჟისორი დევიდ ლინჩია ჩვენ ჩამოვიყვანე საერთოდ ეგ აქ ანუ ეგრე არ უყურებდი სხვანაირად უყურებდი რა და მაშინ იყო ეს ლორა პალმერი და აი ამ ბობის ტრაუმა მაგ დღემდე მეგობრებო ჩემი საყვარელი თრილერი თუ ეგრე წავიდა არის ეგ ალბათ იმიტომ რომ ყველაზე დიდი კვალი მაგან დატოვა ჩემში რა